ჩვენ აღნიშნული ენერგიის გაკეთება დავიწყეთ უკვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდიდან და ამ დროის განმავლობაში ვაკვირდებით ზოგადად ქართული ოცნების პოლიტიკას და მის მთავარ ნარატივებს, იმ ნარატივებს, რომელიც პროპაგანდაში აქტიურად გამოიყენება მათ მიერ. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება ამ ნარატივებს, როდესაც რაიმე ანტიდემოკრატიულ ან ანტიკონსტიტუციურ კანონმდებლობას თუ რა განცხადებას აკეთებს მისი პოლიტიკური წარმომადგენელი, ყოველ უმრავლეს შემთხვევაში გამოიყენებს რელიგიას, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიას, რომელთაც ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, თავი წარმოაჩინოს ქრისტიანობის მცველი ძალად, ანუ ის არის ერთ-ერთი ქრისტიანობის მცველი ძალა, სხვა ყველა მისი ოპონენტი იქნება ეს საერთაშორისო დონეზე თუ საქართველოში ადგილობრივ დონეზე, მათ შორის ნებისმიერი მისი ოპონენტი, აქ მოიაზრება ყველა ის პირი, ვინც ეწინააღმდეგება ამ ანტიდემოკრატიულ ქართულოცნების ქმედებებს, ამავდროულად ვინც კრიტიკულად იღურავს მათ შორის ადამიანის დარღვევებს და ანტიკონსტიტუციურ კანონებს. ხო, ამ ყველაფერში ქართული ოცნება მათ შორის ამატებს რელიგიას და მიუთითებს, რომ ეს პირები, ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, ეს პარტნიორები, მათ შორის ადგილობრივ დონეზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, მედიაც მათ შორის, ყველა ეს ძალა ასოცირდება ქრისტიანობის მებრძოლ ძალად, მაშინ როდესაც ქართული ოცნება ქრისტიანობის მცველი არის და ისინი ებრძვიან როგორც პატრიარქს, როგორც საპატრიარქოს, რელიგიას, ქრისტიანულ ღირებულებებს და ასე შემდეგ. და ამ ნაწილით მას სურს, რომ შექმნას ერთგვარი მტრის ხატი, რომ ნებისმიერი ძალა, ვინც კრიტიკულად არ განწყობილი ქართული ოცნების ქმედებებთან დაკავშირებით, ეს ყველა წარმოადგენს მათ შორის ქრისტიანობის მებრძოლ ძალას, ხოლო თვითონ იცავს ქრისტიანობას. ამ ნაწილში უკვე ამ არჩევნების შემდგომ უკვე დაიწყო ქართული ოცნებამ ერთგვარი თავისი პროპაგანდისტული გზავნილები, რომელიც ერთგვარად ეფუძნება შეთქმულების თეორიებს და პირდაპირ მიბმული, ასე ვთქვათ, დაეყრდნობა რუსულ პარადიგმას, ანტიდემოკრატიულ პარადიგმას, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, deep state, უცხო ძალა, სხვადასხვა ტერმინებს იყენებს ამის ქართული ოცნება და იმ გზავნილებში, სადაც deep state და ეს უცხო ძალა, ასე ვთქვათ, იბრძვის საქართველოში ქართულ ოცნებას, მათ შორის ფიგურირებს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი გზავნილი ერთ-ერთი ნარატივი არის ის, რომ ეს ძალები, მათ შორის უცხოური დონორი ორგანიზაციები, ხო, პარტნიორი დონორი ქვეყნების დონორი ორგანიზაციებიც აფინანსებს აქ ადგილობრივ სექტორს იმისთვის, რომ მოაწყოს მათ შორის საპატრიარქოს ან მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შექმნა. და ასევე კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო პუნქტია 9 აპრილთან დაკავშირებით მართველი გუნდის განცხადებები, აი როგორ ხედავს და როგორ აფასებს ხელისუფლება ჩვენს ისტორიულ მტერს და რა საფრთხეებს ქმნის კრემლის მიმართ მკაფიობის ნაკლებობა, მათ შორის და მეტის სიფრთხილე. ჩვენ ნახეთ, რომ ირაკლი ყობახიძის განცხადებაში რამდენჯერმე იყო ნახსენები ტერმინი უცხო ძალა, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ, მაგრამ არც ერთხელ რუსეთი ან საბჭოთა კავშირი. აი ეს შეთქმულების თეორიები, რასაც ისინი ოცნებენ, პირდაპირ მასშია, მათი ნებისმიერი ქმედება, აქტივობა თუ განცხადება პირდაპირ მიბმულია უკვე ამ შეთქმულების თეორიებთან ბრძოლაში და ამ კონტექსტში სხვა განცხადებებში სწორედ რომ ამ უცხო ძალას ახსენებენ და ავერტქვათ პარალელს ავლებენ უცხო ძალაში და მოიაზრებენ აქ პარტნიორ ქვეყნებს, ხო, მათ შორის ევროკავშირს, რომელიც კონსტიტუციის 78 პირდაპირ ჩვენი კონსტიტუციური მიზანიც არის მასში გაწევრიანება, ხო? და ამ 9 აპრილის განცხადების დროსაც ირაკლი ყობახიძის განცხადებაში პირდაპირ ანუ მან 99 წლის 9 აპრილის ეს პროტესტის სისხლის მღვრელი ეს დარბევისას არ ახსენა არც ერთხელ საბჭოთა კავშირი ან რუსეთი და უცხოური ძალა მიუთითა, შემდეგ კი უკვე სხვა ქართული ოცნების პოლიტიკოსების განცხადებებშიც გამოიკვეთა, რომ უცხო ძალა პირდაპირ გათანაბრებული ყავთ დღეისათვის უკვე პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირთან, ამერიკასთან და მათი ერთგვარ ქმედებებს ერთმანეთთან აიგივებენ და ამით ცდილობენ, რომ ტრული ხატი შექმნან მის ისტორიულად
როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე მათი გათანაბრებით ევროკავშირთან და მათ შორის საბჭოთა კავშირთან. ამ განცხადებებში 9 ჯერ თუ სწორად მახსოვს 9 ჯერ იყო ნახსნები ზუსტად უცხოძა და არც ერთხელ საბჭოთა კავშირი და ამით მათი მთავარი გზავნილი და ნარატივია, რომ უცხოძალა მაშინაც და ეხლაც იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მათ შორის ისევ აქაც ხდება ფსევდორელიგიური ნარატივი და მანიპულაციად იყენებენ მას, რომ ეს უცხოძალაც მაშინაც და ეხლაც სწორედ რელიგიას ებრძვის და მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიასაც. და ბოლოს როგორ და რითი პასუხობს ამ ყველაფერს არასამთავრობო სექტორი, რომელია ვთქვათ ყველაზე ეფექტური გზა, ხედვა, პოლიტიკა, სტრატეგია იმისათვის, რომ დაუპირისპირდეთ თქვენივე შეფასებით აი მანიპულაციურ ნარატივებს? რთულია ამ მდგომარეობაში და ამ კონტექსტში ამის წინააღმდეგ წავხვიდე, რადგანაც როგორც იცით, ის ანტიკონსტიტუციური და არადემოკრატიული კანონები, რომლებიც ქართულ ოცნებამ მიიღო არასამთავრობო სექტორის და მათ შორის სამოქალაქო სექტორის და ნებისმიერ საქართველოში კრიტიკულად მოაზროვნე პირის წინააღმდეგ, ამ პრობლემებში მათთან ამ ყველაფერთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულია, თუმცა საწყის ეტაპზე ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ ამ ნარატივების მონიტორინგი მოხდეს და გაიწეროს ის რაცაც ჩვენ ვაკეთებთ ხო მაგალითად რა ნარატივებს ავრცელებს და როგორ იყენებს მან თუნდაც რელიგიურ ფსევდონარატივებს თავის პროპაგანდისთვის და ამ ნარატივებთან ბრძოლის მექანიზმები ბუნებრივია არის ამ ინფორმაციის გავრცელება და მათ შორის სიმართლის საუბარი ის თუ რამდენად არის ეს ყველაფერი დაფუძნებული შეთქმულების თეორიებზე და რომ არანაირი არგუმენტი არ გაჩნდათ რეალურად ამ შეთქმულების თეორიების არსებობასთან დაკავშირებით.